სანამ ღვინოს დალევით, რას ვაკეთებთ? ჭამთ. არ მათსადა თუ ვატყობთ ჭამა. ურით კარგია. გაირკვევა, ვინ არის ღვინის ექსპერტი? ცოტა ნერვიო. აულაშა ძალიან მინდა რომ მოგიგო. ფესტივალებს გაუმარჯოს. გაუმარჯოს და ღმერთმა ნუ მოგვიშალოს. ამა რომ წოდის თამი აღარ მაქვს ჩემო ლაშა. არა, ერთ წამს ახლა ძალიან იტყუება. კაი, დავიწყოთ. აი, არ მინდოდა მაგის მოსვენა ეტყობა და. ხო გავსინჯეთ მინდა უკვე, ხო და? აბა? ისევ ღვინის ფესტივალი. ოღონდ ეხა ბოლნის. დაცული ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალია ამჯერად, ცოტა უფრო განსხვავებული კონცეფციის მერანოსგან, სადაც უფრო Georgian fine wines იყო, აქ უფრო მეტად ამ PDO ამბავს ექცევა ყურადღება და მთელი საქართველოს მასშტაბით არიან მეღვინეები ბოლნისში. ყავა? ყავა და hot-dog-ი. ყავა და hot-dog-ი, ლაშა, hot-dog სმარტული. მე სანეკებს ავიღებ. შემჩნევდით ალბათ რომ უკვე სამ ყავას ვასხამ. იოს ჩვენთან ერთად არის. დავიწყოთ ამერიკანოთ. მე მანამდე. იტირა საყვარლობა. ბონი ვით არის? ო, რაღაც გავს, მაგრამ შეფუთვაზე შევიშალე. ეს ალბათ უკეთესი. აი, ეს აიღე. სნექები მოიმარა გაანა, მე hot-dog-ი, იმიტომ რომ იქ ჯერ საქმეს უნდა მივხედოთ და არ ვიცით რამდენი ხანში შევქო. იმიტომ სმარტული hot-dog. მე შენი სახელოს ჭამს. გამოვედით ბოლნისში. ამინდი ვერ დაკვალიან და ხან მზეა, ხან ღრუბელი, ხან წვიმა. ჭიქები ავიღეთ და მსად ვართ. გახსენებთ, რომ დღეს დიდი შეჯიბრი გვაქვს. ჩვენ შორის გაირკვევა, ვინ არის ყველაზე დიდი ღვინოში. დამატებრა. გაიცამ. წავედით. გამარჯობა. ბოლნისური ღვინით ვიწყებთ. სხვანაირად გამოვიდეთ. პარკ პრაიმია ჩვენი მასპინძელი. რას გაგვასინჯებთ? ხო, რაღაც აგვირჩია უკვე გიორგი. შემოგთავაზოთ, ეს გვაქვს ლიმიტირებული დარჩენილი. არის საფერავი 2022 წლის. ბოლნისის საფერავი არის ხოლმე საფერავისთვის უჩვეულოდ შედარებით მსუბუქ სხეულიანი არა ფერიც. და უფრო მეტად მინერალები არის ხოლმე რა. ხო, მჟავიანობა მოდის ცხვირშიც და უფრო წითელი ხილი ვიდრე მწიფე და მუქი. აი, ხო. მეღვინო არის ველეულა. ველეულა რაჭიდან, ხო? კი, რაჭიდან. ჭვიში დავიწყოთ ჯეთეს გაგასი. აბა. არის ტვიშის არომატები, გრილი? ხანჭკარათო შეიძლება გავსინჯო. ხელი მსუბუქი ყვავილოვანი არომატული ატამი. ბევრი ღვინო გაქვს. ხანჭკარისთვის დამახასიათებელია ცოტა რა გსუს ხავს. თავი ეგეც კაი. აია, მადლობა. მადლობა თქვენ. წელს ბოლნისის ღვინის ფესტივალზე ფუდკორტები მსუყედ არის წარმოდგენილი და ბურგერ შეიკი არის ბოლნისის საბურგერე, ხო სწორია? ბოლნისში არსებული საბურგერე. აბა როგორია თქვენი ბურგერი? აი, ეხლა ბევრი რა ვილაპარაკოთ, თქვენ რო გასაჯოთ, თქვენ თვითონ გითხარით როგორი არის რა? მარტივად. ერთი წელია, რაც ბაზარზე ვართ, რაც ბოლნისში ვიმყოფები და ჯერჯერობით ყველას ვიწევს.
აჰა, შენი. თქვენგანაც ძალიან გვაინტერესებს. აი, მაშინ რომ გავსინჯავთ რეკომენდაცია, მე ბოლნისში რომ ჩამოხვალთ ექსკურსიაზე. ბურგერის გარდა სხვა რაღაცეებიც გაქვთ? ბურგერები გვაქვს, კაცმის ფრთები გვაქვს, ხახვის რგოლები, სალატები. საბურგერში. ეს არის საფირმო და ეს არის ეს არის კლასიკური. კლასიკური. კაი, წავედი. მადლობა დიდი. გემრიელად აუ, ხელთოთმანებით უნდა ვჭამო რა. ო, რა ვქნა, და საველე ესე იგი- პირობებში რომ უჭუჭყიან ეს ხელები. მე კაბაბი უნდა გავხლიჩო, ხო, სანამ გაცივდა. საფირმო ბურგერიც. ცოტა კი გამიცივდა უკვე, მაგრამ რა წნიანია, ნახე. ჩემი ბურგერიც წვრიანია. აი, ძალიან გემრიელია, ნო. ყოთა. გემრიელის კაბაბია. მმ. კი. ბურგერი არის well-done-სა და medium შორის, ამიტომ უფრო well-done-ისკენ, მაგრამ წვნიანობა შენარჩუნებული აქვს. ხახვის ჩემი მაგრად უხდება. მე მიყვარს ბურგერში კარამელიზირებული ხახვი და ხახვის ჩემი, რომელიც მოტკბო გრემოს აძლევს. და ნუ პამიდორის სიმჟავეს. შენ საფირმოს სინჯავ ხო? დიახ. მე ვსინჯავ კლასიკურს. ო, რა მასიური ბურგერია. პურიც კარგია. მოგწევს? ძალიან კარგია. ჩემსაც ლორიც აქვს. მობიწყინებული. არა, კლასიკურს ჭამე და ძალიან გემრიელია. ლორიც უხდება, კარგად არის შეფიწყინებული და სტიმულა შესაძლევს ოდნავ, იმიტომ რომ ხორცს ცოტა ოდნავ ვიტყოდი, მაგრამ ნეკნე. Overall ძალიან კაია. ჩამოდით ბოლნისში. მართლა რა კაია. ძალიან. რა კაია სალათი ვაშე. ძალიან გემრიელი პომიდორი არის. ბიჭებს გამოვკითხე მე რა იქ. და მაიონეზს ჩვენით ვაკეთებთ. ძალიან დასაფასებელი რამეა, იმიტომ რომ ძალიან ხელნაკეთი ძალიან მარტივია, ძალიან მარტივია მაიონეზის გაკეთება. გაცილებით ჯანსაღი არის ვიდრე მაღაზიაში ნაკიდი მაიონეზი და რატო არ აკეთებენ არ ვიცი თავისით ხალხი. Cool, მაგარია ყოჩა. რესპექტ ბიჭებს. კი. გათამაშება. ასე. რა თამაშდება? ბოლნისის ღვინის ფესტივალზე დეგუსტაციები ქართულ გერმანულ სახლში. ანუ რომ წოდის თამი აღარ მაქვს ჩემო ლაშა. მჭრა, წვალით კაია, მაგრამ ცოტა გამომწვალია. ეს გაცივდა და იმიტომ. ხო, შეიძლება. მე კაც მიმაცხელი რომ მოვიდა გავსინჯე, კარგი იყო. კაბაბი ძალიან წვნიანი იყო. ბურგერი ძალიან კარგი იყო მართლა. რომ მოგვიტანეს ეს ბიჭებმა თქვეს რომ აი ესეთ კაბავს და პომიდორსო სალატს ვერსად ვერ შეჭამთო და მართლები არიან რა. ანუ ნუ კაბაბი ძალიან მაგარია. ეხა ირაკლისთანაც წინაზე რო ვიყავით ჩამოსულები კაბაბის ეპიზოდი ვისაც არ გინახავთ ბოლოს ბოლნისში სადაც კაბაბი დავაგემოვნით იქ საოცარი კაბაბი იყო, მაგრამ ესე საველე პირობებში აი ფანტასტიკური არის ესეც. და პომიდორი მართლა არ ვიცი, აი ძალიან მენატრება ესეთი პომიდორი სულ. ცოტა სიცხარე დაყვება, მაგრამ სასიამოვნო დრო დაყვება, ეგეთი სიცხარე აქვს. და ხო, მაგარია. ეს გაცივდა ხო? არა, სხვანაირი იყო და. კაი, ღვინოზე გადავიდეთ, თორე დავიხჩი. ხო გავსინჯეთ მინო უკვე, ხო კიდე? აბა. ადგილწარმოშობა მხოლოდ ქითმარაული და ქითმარაული გვაქვს. ქითმარაულსაც გავსინჯავთ და ამასაც. ატამია, ისეთი ატამია ინტენსიური. ძალიან მძაფრად მოდის ატმის არომატიდან. ისეთი აშკარად მაღალ ტანინიანია. ტანინიც აქვს. ხო, და ტანინები გრჩება სასიამოვნოდ. სიმშრალეს მოყვება თან, მიუხედავად იმისა, ხო, ტკბილი არ არის. შემაწუხებლად ტკბილი არ არის და აი დაბოლოება აქვს მშრალი ისეთი. წინ რაღაც სიტყვა მომდის, მე დაბოლოებაში კაი. თან კაი. მადლობა დიდი. ავედით. წინა ეპიზოდიდან გემახსოვრებათ.
დმანისის ყველი. შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია ამზადებს. თქვენ გაქვთ ყოლაც, მაშინ კი გვაქვს მოყოლილი, ხო? ფერმა, ქარხანა, და ახალი რაღაცები გაქვთ თქვენი და მუჩლი წიწაკით, რომელიც ჩვეულებრივი მუჩლი და აი მეორე, აი ესეთი არის წიწაკით, საუზმის ყორს ეძახია, ეს კამემბერი, ნუ ეს ქონდა ადრეს. უბრალოდ ეხა გვაქვს დამატებული ეს მუჩლი წიწაკით, აი ესეთი, სადაც წელიწადნახევრის დაძველებული, აი ეს ბოლო, რომელიც გავიდა დრო და დაძველებული. 12-15 წლის დაძველებით. აი ესე ხო იცი ესე უნდა გაუყვეთ. ესე უნდა გაუყვეთ. კი, მაგრამ მოდი სანამ ესე გაუყვებით, აი ასე გაუყვეთ. მოდი აი ეხა მუჩლი დავიწყოთ. კარგი. ეს არის ტრადიციული მუჩლი, ასევე წიწაკით ხო დავამატოთ. დავამატოთ. გინჯახი. არ მაცადა თუ აწყობთ ჭამა. შედარებით რბილი ტექსტურა აქვს. ესეთი უფრო ახალი ყველის გემოების სამყუროში მზადდება საუზმესოდ ერთმანეთს. ცანგემრიელი. აქ უკვე წიწაკა რო ხდება რაკლეტიდან და მე დაძველებებით. მოდი კამემბერი გავსვი. სამი თეთრი ობი, კამემბერი. რომელიც კულტურები რა თქმა უნდა შვეიცარია. და აუ კამემბერი ეს ძალიან. სადაც ორ კვირაში მზადდება. ეს კრემისებრი. ძალიან კრემოვანი არის, აი ძალიან გემრიელია. ძალიან რაკლეტი. აქ უფრო მყარი მასა. სხვანაირი გემოა. გადმოდივართ უკვე 6 და 4-6 თვის დაძველებით მთის ყველი აი ალპურ ყველებს რო ეძახიან, ოღონდ ჩვენ ალპურ ყველს ვერ ვეძახით, გამომდინარე კიდე რომ ალპური ზონა არ არის? ალპური ზონა, მაგრამ ალპები არ არის, მაგრამ დმანისის თებია და მაგიტომაც დმანისის მთის ყველი დავარქვით. ფერი სხვადასხვანაირია. იმატებს ნელ-ნელა სიმძაფრე. კი უკვე წელიწადნახევრიანზეც რომ ვიხვალთ, გემოთ სხვანაირი დაგვდოთ. ყველა ყელს თავისი ღვინო ხასიათი, კერძი, დღის მონაკვეთი. აი ბოლოს არის იდეალური კაუნტერი და აი თეთრშავი მოსთან იდეალურია. აუ რა კარგია. ძალიან მყარია. სულ სხვანაირი ტექსტურაა ეს. სიძველის ცოტა სოკოსი თუ რა არის ხოლმე ეს გემოები. აბსოლუტურად ვერ ხვდები რომელი მომეწონა უფრო. ყველა თანაბრად მომეწონა. ხარისხიდან გამომდინარე ყველა კარგია, მაგრამ უკვე გემონური თვისებები რო განსხვავდება, მაგიდან გამომდინარე ვისაც რომელი, აბა უფრო ეძახიან ხოლმე მეტად დაძველებულებს, ზოგ საძველებულებს იყოს უფრო აი რაღაცა ახალგაზრდა ყველები ბილის განსხვავებულები. აი ყველაზე მეტად გაყიდვადი მაინც ათვიანი ყველა. აი ეს კი. და ის უფრო ძალიან ინტენსიურია და შეიძლება ძალიან ინტენსიურია, ხო? გემოსთან არ. ოკეი. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. და ესე იგი დადგა დრო და მომენტი. მოკლედ დღეს ჩვენ ორ შორის გაირკვევა ვინ არის ღვინის ექსპერტი და ვინ არის უბრალოდ ღვინის მოყვარული მოკვდავი. ხო, მე ვერც ერთმა რო ვერაფერი ვერ გამოვწ. ეგ იქნება ყველაზე ლოგიკური, მაგრამ ეს ნამეცადინები არის მოსული. მე სრულიად ინსტინქტებზე ვარ დამოკიდებული. არა, ერთ წამს ახლა ძალიან იტყუება. ანა გოდაბრელიძესთან ერთად აკეთებდა ღვინის გადაცემას 1 წელი ტელევიზიაში. ხო და ნუ მოისაწყლე თავი, ანუ საქართველოს ტოპ მეღვინეებთან არის ერთ-ერთი საუკეთესო მეღვინე საქართველოში. ლევანი ხსნის ღვინოებს, 5 ღვინო გვაქვს. უნდა გამოვიცნოთ რეგიონი, უნდა გამოვიცნოთ ჯიში, დაყენების ტექნოლოგია. კაი, დავიწყოთ. ლევან, დაგვისხა? დავიწყოთ პირველ. ცოტა ნერვიულ. მადლობა. მადლობა. ღია ჩალისფერია. შავიანობა, ციგზნობა. ციტრუსები მოდის არომატში, ბალახები, დაბოლოება. არც ისე ხანგრძლივი. ადვილად გამოსაცნობი ღვინო არ არის სხვათა შორის მინდა. ადვილად არც ერთი არ იქნება. ეს გაგკეთებია? არა. ხო, არც ერთი არ არის ადვილად გამოსაცნობი და ხანდახან ისე ცდები, რომ აი რა ვიცი. ხო, დანარჩენს აქ მოვინიშნავ რა. რატო ვფიქრობ ამ რეგიონს, ამ დაყენების ტექნოლოგიას? აუ, ხასახალისოა. ლევანისთვის რამდენად არ ვიცი. არა, ძალიან გამოინტერესა. ფერი უფრო ქარვის ფერისკენ წავიდა. უფრო მწიფე ტონებია. ხო, აქ იგრძნობა. ვიწე. აუ, ლოშა ძალიან მინდა რომ მოგიგო. ესეც კრიალა ამბერია. მაგრამ არ ვიტყვი რა ტონები და რა ვიგრძენი.
მოდი. იქნება და სხვანაირად ვიდიხარ და გეხმარები ამით. მოდი გავსინჯო და რო ჩავიწერ, მეც მოვყვები. ეს გავსწინოს ჩემთვის, არა? ბევრად მძაფრი არომატები აქვს ამაში. ღია ლალისფერი, კრიალაფერი აქვს. აშკარად ახალგაზრდა ღვინოა. საშუალო სხეულიანი ფერზე ვიტყოდი. წითელი ხილის ტონები მოდის. უფრო კენკრა. რა რთულია. აუ, იმედია ერთს მაინც გამოვიცნობ, თორე ჩემი თეორა სიტყვის. ეს ფერი წინასთან შედარებით ცოტა გურისკენ მიდის. თუმცა სიძველის ამბავში შეიძლება ცოტა უფრო ძველია, ხო? ვა, თხელია, სხეულიანია. ცხვირში აქაც ხილის ტონებია, თუმცა იქ უფრო კენკრა, წითელი კენკრა იყო და აქ გონი ცოტა უფრო მეტი ალუბალია. ეჭვი მაქვს. პირველი, ოღონდ არ ჩაასწორო, არ გადაიწერო ჩემგან მერე. მოიცა. თორე აპერკოტ. აჰა, დავსკრინე. დასკრინე? მეც დავსკრინო? ჩემგან რატო უნდა გადაიწერო ლაშა, მაგრამ მაინც. აი, მეც დავსკრინე. პირველი თეთრი კლასიკური იყო ჩემი აზრით. მე ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს ქართლის ჩინური, ანუ ჩინებული. იმერეთი იყო ჩემი აზრით. აჰა. ცოლიკაური. რაღაც პერიოდით იყო ქვევრში ნამყოფი ჩემი აზრით. დიდი ხანი არა, უბრალოდ ცოტა ხანი. ჯერ არ გვითხრა. მეორე. თეთრი, მე ვფიქრობ, ქვევრის ღვინო, ქარვისფერი იყო, ამბერი. მიუხედავად იმისა, რომ ტონები წამოვიდა ისეთი ყვითელი ხილის, გასინჯვისას მჟავიანობა ისეთი იყო გამორჩეული და ამიტომ ვიფიქრე ხომ არ არის ეს იმერეთი კრახუნა. ჩემი აზრით ეგ იყო კახეთის ღვინო, ქვევრი, ქაწითელი, ოღონდ სუბუქი იყო შედარებით არ იყო ისეთი ძალიან მძიმე კახური. მესამე. თეთრი, ქარვისფერი, აქ ცოტა უფრო მეტად მოდიოდა ტანინები და უფრო მეტი ტკბილი ტონები ცხვირში, ხილი და ჩირი. ამიტომ ვიფიქრე შეიძლება მესამე ღვინო იყოს კახეთი, ხიხვი. ჩემი აზრით ეგ ღვინო არის ბოლნისიდან. ქისი, მუხაში დაყენებული. ანუ სერიოზულ აზარტში შევიდე ლევანიც ბოდიში და ნახულობს ღვინოებს. მეოთხე თქვი? მეოთხე, წითელი, სუბუქსხეულიანი, ლალისფერი იყო. გასინჯვისას წამოვიდა ცოტა უფრო მაღალი მჟავიანობა, ტანინები იგრძნობოდა და ვიფიქრე, თლად კახური ტანინები და სიმძიმე თითქოს არ ქონდა ღვინოს. ამიტომ შეიძლება იყოს იმერეთი, ოცხანური საფერე. მეც მიწერია იმერეთი, ოცხანური საფერე. ოჯახლაშე. რა დაყენება არის? სად არის დაყენებული? იცი რა, ჭურში, მაგრამ ალბათ ხანმოკლე მაცერაცია იქნებოდა, იმიტომ რომ ქვევრია ჩემი აზრითაც. კაი. და ბოლო. მეხუთე. მე ვფიქრობ, აქ უფრო მეტი ალუბლის ტონი წამოვიდა, რაც საფერავს ახასიათებს, თუმცა მაინც სუბუქის სხეულიანი იყო და მეტი სიმჟავიანი, ვიდრე კახეთში საფერავმა იცის ხოლმე. ამიტომ ვივარაუდე, რომ მეხუთე შეიძლება იყოს ბოლნისური წითელი, ანუ ბოლნისის საფერავი, მაღალმჟავიანიც იყო, უფრო სუბუქსხეულიანი, ნაკლებ ტანინიანი, ბოლნისური მეთოდით იქნება დაყენებული. ეს ღვინო სხვათა შორის მეც რაღაც ვფიქრობდი, რომ ბოლნისური ღვინო იქნებოდა საფერავი. მე გადავაკეთე უბრალოდ და ქართლისკენ წავედი და შავ კაპიტოზე წავედი. ოღონდ მუხაში დაყენებული არის იქაც. აი, მორჩა, მზად ვარ. ესე იგი ნუმერაციის მიხედვით პირველი. გამოვაჩინოთ. კი, გამოვაჩინოთ, ძალიან მაინტერესებს. აუ, ეს არის ქაწითელი ბოლნისური ქართლის ჯიში. ვიფიქრე. ტექნოლოგიას რაც შეეხება ეს კასში არის დაყენებული, მშრალი ღვინო არის და სხეულით საშუალო, ნუ ტანინების ნაწილის უფრო დაბალანსებული და ნაკლები გასხოვებით ქარვისფერი ამბერი ღვინოს. თავიდან მეწერა ბოლნისური რა, ჩემთვის თქვი რომ ჯაფარიძის ღვინო არ ხო? იმიტომ რომ
ჯავახი გვინო მაჩუკა წინა ფესტივალზე და ბევრი მაგ ესღვინა დალეული და პირველივე ბოლნისი არ შემხდება მეთქი რა. ანუ ვერაფერი ვერ გამოვიცანით აქ. გურაშვილის მარა. ესე იგი ტიბანი, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო გახლავთ. მოწეული, კახეთში მოწეული ხალხითელის ჯიშის ყურძინისგან არის. შრალი ღვინო გახლავთ ასევე. ხო, ტექნოლოგიას რაც შეეხება ეს ქვევრი არის, ქვევრი. გამოვიცანი. ქვევრი მეც გამოვიცანი. კახეთი რკაწითელი ქვევრი მიწერია. ერთი თნალი. დავსხდეთ და დავთვალოთ. არა. ერთს თუ მიხვდები, ანუ ერთი რაღაც კომპონენტი რო გამოიცანი? რა ერთი კახეთი რკაწითელი და ქვევრი ყველაფერი გამოვიცანი. აი, არ მინდოდა მაგის მოსვენა ეთყობა და სულ კახეთი, წარაფში. წარაფი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო. კახეთი გამოვიცანი. კი ბატონო, რკაწითელის ჯიშისგან მოწეული ყურძნისგან დამზადებული. ქვევრი და კახეთი გამოვიცანი მარტო ხიხვი მეგონა. ჯიში ვერ გამოიცანი, ხო. ანუ არ მეთვლება? იმ ორ პუნქტში, რაში ჩვენ გამოიცანი, ხო. შენ გაქვს მაშინ 2 ქულა, მე 3 პუნქტი გამოვიცანი, 3 ქულა. მე გვინეობა ჯიგო ასურეთული შალა ეს ასურეთული შალა. იშვიათი სახეობა ვიტყოდი. ხო. გასურვეთ. ხო, ეს იმდენად იშვიათი სახეობა არის, რომ ერთხელ მაგ ცხოვრებაში დალეული და ამას ვერ გამოვიცნობდი ნაღდად. 20-30 ტონა იწურება ყოველ წლის ხო. როგორც ჩემთვის ცნობილი. აქ ვერაფერი ვერ გამოვიცანით მე და ანამ, ორივე იმერული 4-ხანური საფერე გვეგონა. და ის საბოლოო დასკვნითი ნაწილი ეს ეს მაი. ეს უჯალესია, არა. სამეგრელო. წავედი. კარგად. სალხინოს მიკროზონიდან ელეო არის ასე ვთქვათ. ნუ სხეულის შრალის ასე. ხო. ერთადერთი მე მეგონა რომ წითლები რომ გავსინჯე ცოტა ის მაიჭვებდა რომ მეთქი აი საფერავი არც ერთი არ არის მეთქი რა იმიტომ რომ ნუ არ გავდა არც ერთი საფერავს მაგრამ ქართლიდან აი წითელი როგორ იქნება ესენი ძალიან იშვიათი წითლები არის ეხა ამისი ვერ გამოცნობა ძალიან არ მეწყინა იმიტომ რომ ის ცხოვრებაში ერთხელ მაგ გასინჯული მეჯერ არც გამისინჯავს და ოჯალეშიც ალბათ ორჯერ ან სამჯერ მაგ და სულ გასინჯული და წითლები ძალიან რთული იყო. თეთრებში მეც მოველოდი ჩემი თავის ხარ. რო დაგვეხმარეთ ძალიან დიდი. მადლობა. ხო, ანუ მომიგერა. გამარჯობა. ოჩ. მოკლედ ანა გამოგვეთიშა დროებით. ამ ღონისძიების წამყვანის არის პარალელურად და მე და გიო გავაგრძელებთ ახლა ვინოების ეგუსტირებას და მე რაღაცეებს გავასინჯებთ ანასაც. წავედით. ყვარლის მეღვინეობაში ვართ და რას გავსინჯავთ? ჩვენ დღეს წარმოდგენილი გვაქვს 3 ადგილწარმოშობის ღვინო, ქინძმარაული, მანავი და წინანდალი. რომლითაც სამივე გავსინჯოთ. დავიწყოთ. აი, წითლით დავიწყოთ, ხო? წითლით დავიწყოთ, წითელი მესხა წინაც და ბარემ. ქინძმარაული. ეს არის ნახევრად ტკბილი, ხო? კი. ო, ძალიან კაია. ისეთი სხეულიანი, ჟავიანობა, სიგრძნობა. ხო, ძალიან დაბალანსებულია იმ ჟავიანობას და უფრო იმასთან დაბოლოებაც კარგი აქვს რაღაცა. ძალიან კაია. სითქმა არ არის ძალიან ისე წინ წამოწეული რა. ეგ იყო ჩვენი მთავარი მიზანი, რომ არ ყოფილიყო. წეგან გავსინჯა, ისიც ძალიან კარგი იყო, ქინძმარაული უბრალოდ იქ დაბოლოებაში იქ მეტი ტანინი იყო უფრო რა, კიდე. წინანდალი შედარებით უფრო მანავთან შედარებით ცოტა სხეულიანია უფრო რა. 1-7-8 საათი გავაჩერეთ ექსტრაქცია კანთან ერთად და მერე გავუპრესეთ. ეს არის ნახევრად შრალი, ხო? არა, შრალია. შრალია? კი. არა, შეიძლება სილიკონებიც აქვს. ბევრს გონია ხოლმე რომ ტკბილია. თავიდან მეც სანამ გავერკვევოდი. უბრალოდ არომატი ზუსტად თუ დაასვია აი ტემპერატურული დუღილი რა, ისე მთავრდება დუღილი რომ მოტკბო შეგრძნებას არომატი გიტოვებს, რა თორე ისე კატეგორიაში შრალში გადის. ის არ მithქვამს რომ ტკბილი ან ნახევრად ტკბილი ხო არ არის. უბრალოდ აი ნახევრად შრალია თუ მშრალი? შრალი. მადლობა, წარმატებები. მადლობა, გაიხარეთ თქვენს. ცქრიალებიც გააქვს? ცქრიალებიც გვაქვს, კი ბატონო, ჩინური ბორული მწვანე და მწვანე მანავი. პეტნაცი გასაჭირო. აი ხე გიოს ვეუბნებოდი რომ მეთქი იქნებს არ მე პეტნაცის შეხვდეს ხო და რომ მოვედი გამიხარდა, იქნებ გაგვასინჯა. ეს არის მწვანე 2025 წლის ადგილწარმოშობა არ არის, ხო? არა, ეს არ არის ადგილწარმოშობა. რომელია თქვენი ის ადგილწარმოშობა?
ადგილწარმოშობა აქ წარმოდგენილი არის მანავი, ხაშბი და მუქუზანი. ძალიან დაბალანსებული და კარგი ისაა რა, ანუ პედნატებს ხშირად აქ ხოლმე რომ ან მაღალი გაზი გიტყავს, ან პირიქით დაბალი არის და გემოშიც მერე გამოიხატება რა და ის რა არის? ეს არის ჩინური გოროლი მწვანე, 25% გოროლი მწვანე, 75 ჩინური. აუ, ძალიან კაია ორივე, აი ძალიან. გაქვთ ესენი გასაყიდი დღეს? ამოვილი ამაზე. ადგილწარმოშობის გამო სიჯერ ამე. გავსინჯოთ. ეს არის მწვანე მანავი 20-25 წლის. აჰა. არც ქვევრი არაფერი ხო? არა. უჯანგავი ხო? მანავი არის ხო, უჯანგავში, ეს კონკრეტულად ეს არის უჯანგავში დავარგებული ჭაჭის გარეშე. მანავის ადგილწარმოშობა მაგას. ბოლომდე ჭაჭის გარეშეა, ცოტა რამდენიმე დღეს არ არის. ფენი ისეთი აქვს თითქოს ოდნავ ქარვის ფენი. ოჯახო მეღვინეობა რო არის, მაგიტომ ხა ან თეთრი ბოლომდე პრეპარატებს არ ვიყენებ და რაღაც ძალიან. ბუნებრივი მეღვინეობა გააქვთ? ბუნებრივი არ ვართ, მაგრამ კონკრეტულად ეს ღვინო ბუნებრივია. გასაგები. ვენახები არ არის, ორგანული და ნატურალისტები ჩვენ არ ვართ. ეგეთ შეცდომილი საზაფხულო ძალიან კარგი და სასიამოვნო არის, აი მას ხილებთან უფრო როცა მე ვარ თევზე უკან პარფიუმს ძალიან ისეთი არომატიკა ძალიან განსაკუთრებული აქვს მანავის მწვანეს. ხო, მაგრამ გადაჭარბებულად არ დაბალანსებულია რა მაინც რა ისეთი. დიდი მადლობა. თქვენ დიდი მადლობა. დროებით, წარმატებები. ოქროს მფლობელი 10 გამარჯვებული ტრადიციულად ბოლნისის ღვინის ფესტივალიდან მიემგზავრება მერანოს ღვინის ფესტივალზე. დროა გავიგოთ ვინ არის გამარჯვებული მეღვინეები და ღვინოები კონკრეტულად. ასევე ორი დიდი ოქრო და შემდეგ უკვე გავიგებთ ვინ გაემგზავრება მერანოზე. ვიწყებ. და ჩვენი არხის თილისმა და მთავარი ღვინის დეგუსტატორი ნინო მენთეშაშვილი. გამარჯობა ნინო. როგორ ხარ? აი, ღვინის ფესტივალი, მთავარი ფესტივალი უნდა იყოს. მე ვფიქრობ დედამიწაზე, არა მარტო საქართველოში. ხო და გილოცავთ ყველას ესეთ დღესასწაულს. ძალიან კარგი ღვინოებია. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, მე ვფიქრობ, მეღვინეობას კვლავ საქართველოში და ჯერ მგონია რომ ახლა ვიწყებთ. ახლა ვსინჯავ ოქროს მფლობელიდან ერთ-ერთს ასკანელის წინანდალს, წინანდალი 2024, რომელიც არის სუბუქი, თხელი, მსუბუქსხეულიანი, ციტრუსოვანი, ყვავილების არომატიც არის, ძალიან სასიამოვნო მჟავიანობა მოდის, დაბალანსებული ღვინო, არც ისე ხანგრძლივი დაბოლოებით. შემოგიერთდი. ჩვენ ღვინის ფესტივალი, დაუსრულებელ ღვინის ფესტივალებს გაუმარჯოს. გაუმარჯოს და ღმერთმა ნუ მოგვიშალოს. დალევის წყურვილი. ღვინის წყურვილი. წინანდალზე არასდროს ვიყავი დიდი წარმოდგენის, მაგრამ ეს კარგია. არა. ჩა. მადლობა. მეც. ეს არ გამიშინა მეცო. იაუბალი წელი. ამით აიღეთ ოქრო. ხო. მეღვინეობას ქვია 6000 BC, ეს არის წელი და არქეოლოგებმა ამ წელს დათარიღებული ქვევის ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რომელზეც იყო ღვინის მჟავა. მოგეხსენებათ, ღვინის მჟავა წარმოქმნა მხოლოდ ღვინიდან. ესე ღვინოეს ხარ. და ესა დროში მოგზაურობის პორტალი, რა შეგიძლიათ ჩაიხედათ, გადაგიყვათ ნეოლითის ხანაში. მინიმალისტურად ეს ბოთლი ყვება ჩვენი ქართული 2000-წლიანი ისტორიას. მე გავსინჯე უკვე და ერთ-ერთი საუკეთესო აქ. ხო. კარგი დაძველების პოტენციალი. უიღად არ იქნება ოქრო. თქვენ ერთად გულში? არის ისე. პოტენციალს იძახით 1000 იძახით. პოტენციალი. რას ლაპარაკობ? ეს იქნება 5 წლის მერე პოტენციალებს დავადგინოთ. ეს იქნება 5 წლის მერე საოცარი ღვინო.
გიორგი ფოცხერაშვილი გამოვიჭირე. ღვინის სომელიეც ხარ, ექსპერტიც ყველაფერი ჩემთვის. ყველაზე მთავარი ალბათ მაინც ეგ არის დღევანდელობაში, სადაც ჩემს თავს ყველაზე ფასეულად აღვიქვა. კი ბატონო და სადაც ყველაზე საინტერესო ქართული კონტენტი გაქვს, მე ვიტყოდი, არა მხოლოდ TikTok-ზე და Instagram-ზე, არამედ უკვე YouTube-ზეც. შენ თვითონ თქვი რა ქვია შენ ახს? Gio says drink this. Gio ამბობს მირთვი ეს. შენი არ იყოს სამუშაო რეჟიმში ვიყავი დღეს, მაგრამ დღევანდელ ფესტივალზე ალბათ წინა წელსაც შემეძლო იგივე მეთქვა და დღესაც მიხარია რომ იგივე საშუალება მაქვს. ძალიან დიდი არჩევანი არის და იდეალური ადგილი არის. სულ ამას ვამბობ ხოლმე რომ ღვინის მოყვარულებმა აუცილებლად უნდა იარონ ესეთ ფესტივალებზე. ერთი ორად იზდები თითოეულ ესეთ კარგად ორგანიზებულ მოწყობილ ფესტივალზე, სადაც გარემო იდეალურია, ამინდი იდეალურია და ძალიან ბევრი საინტერესო ღვინო გვხდება. ამიტომ აუცილებლად წელს თუ აქ არიყავით, შემდეგ წელს აქ უნდა იყო. ყველაზე გემრიელი ლუკმით უნდა დავასრულო. თეონა თოხაძე, სომელიე და ჩემთვის დალევის მასწავლებელი. ყველა ჯერ ხო ესე ვჭრით ის თავს და ხა სულ უნდა მომჭროთ ხო თავი დალევის მასწავლებელი. ეგ რეგალია მარჩა მიკერებული გაქვს. დღეს ცოტა შევარცხმინე ჩემს და ლაშას შორის რომ ბეტლი გაიმართა წავაგე თეო. მაგრამ ნუ არა უშავს ყველაფერი წინ არის ხო? წინ არის ხო? კი, ყველაფერი წინ არის და ჯერ ეს ერთი ესე არ არის რა, უცებ მიხვიდე და რაღაცა წამებში და რაღაცები გამოიცნო. თეო, საქმე დალევა არის თავარი. ნახე, კიდე არ ვერ მოვისვენ. გააჩნია როგორ მსჯელობ და რას იძახი აი ამ გამოცნობის დროს და მაგაში დარწმუნებული ვარ რომ ლაშა ვერ გაჭობდა. ვერა. ესე გამართულად და გემრიელად თან ცოტა ვიცი, იმის რომ აყალიბებდეს არის. ხო, შეფასება, აი, სერიოზულადაც რა ვთქვა, მართლა, ღვინის შეფასება, რას აკვირდები, არომატი, გასინჯვის დროს, ეს ყველაფერი შენ კურსზე ვისწავლე და როგორც ვიცი, კიდე აგრძელებ, ხო, ამ ექსპრეს კურსის ამებს და მითხარი ორი სიტყვა, იმიტომ რომ მე გამომწერებში მგონი ბევრი ღვინის მოყვარული მყავს და ბმული მივუცითოთ მსურველებისთვის. კი ბატონო, ნახე, ვაგრძელებს როგორი კურსი იდეა მოკლედ ესე გავაკეთეთ, რომ ეს არის მოკლე აი 4-5 შეხვედრიანი, 4-5 შეხვედრა გრძელდება და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ 4-5 შეხვედრაში ჩავატიოთ ძალიან ბევრი რა, გავსინჯოთ, რა ვიცი, ქართული, არაქართული, სხვადასხვა სტილის, სხვადასხვა მიმდინარეობის აი ესეთი რაღაცეები და თანაც ეს არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც უკვე ძალიან ბევრი დრო არა აქვს, ან დიდი ხნის დახარჯვა არ უნდა. ფესტივალზეც ვითხარი. ფესტივალებმა თქვენი რჩეულები გამოვიდნენ, ხო? შენი რომელი იყო? ჩემი რჩეული იყო ბოლნისური მეღვინეობა, პრაიმ პარკი, ესე ქვია და ძალიან საინტერესო, ძალიან უცხო ეს იყო, რა ქვია, რქაწითელი ბოლნისური თეთრი. ზოგადად ბოლნისის ფესტივალი ძალიან მიყვარს და ძალიან მომწონს, იმიტომ რომ რეგიონი არის თვითონ საოცარი რა, ანუ ძალიან დიდი პოტენციალის. თავისი ხელწერა აქვს ყველა ღვინოზე, ასურეთული შავა არის საოცარი, აქაურ რქაწითელი არასდროს არაფერში არ შეგეშლება და ნუ არ ვიცი, ალბათ რო არ გამაჩეროთ, ძალიან ბევრს ვიყარაკებ, კიდე ბოლნისი ძალიან მაგარი რეგიონია რა. ძალიან დიდი მომავალი ჰქონდა. ვასრულებთ ეპიზოდს, ლაშა? ვასრულებთ, ნახონთ. როგორი განწყობა გვაქვს? ვიქნებით ხმაურიანები? უთქვენ გაიხარეთ. ეს მელოდია დამყვება თან. მივდივარ მიყვები ცხოვრების გზას.